Toyota-მ წყალბადის შეგაწვის ძრავის ახალი რევოლუციური პროტოტიპი წარადგინა. Საინტერესოა Toyota-სგან მსგავსი მიდგომა და ახალი ტექნოლოგიები ამ ხრივ, რადგან ჩვენ უკვე ვიცით, რომ Toyota-ს უკვე რამდენიმე წელია ყავს წყალბადზე მომუშავე ავტომობილი, რომელიც დაახლოებით 10 წელია რაც იტესტება და საკმაოდ წარმატებულია ის. მაგალითად, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გვხვდებოდა Toyota Mirai, საინტერესო მოდელია ძალიან და მე ძალიან მომწონს, მე პირადად ეს ავტომობილი, მათ შორის ამერიკაშიც არის ეს ავტომობილები, თუმცა ფასი ძალიან დაბალი აქვს. ალბათ იმიტომ რომ წყალბადის ეგრეთ წოდებული სადგურები საქართველოში კი არა და ზოგადად არსად არ არის, ძალიან ნაკლებად ხდება. თუმცა პარიზში როცა ვიყავი, ძალიან ბევრი წყალბადის სადგური იყო. შეგეძლოთ რომ თქვენი ავტომობილი წყალბადით დაგემუხტათ. ხოლო რაც შეეხება ამ ნიუს, Toyota-მ განავითარა ეს წარმოება და ესე ვთქვათ დახვეწა უფრო მეტად, რადგან როგორც ვიცით, წყალბადს სჭირდება ძალიან მძიმე აუზი და ესე ვთქვათ დიდი მოცულობითი აუზები, შესაბამისად Toyota-ს უწევდა თავისი ავტომობილები ამ აუზებზე მოერგო და ესე ვთქვათ კარგ შედეგს ვერდებდა ეს ავტომობილი, რადგან ძალიან მძიმე იყო და მოუხერხებელი და შესაბამისად დიზაინშიც უწევდათ რაღაც ცვლილებები. თუმცა ახლა შექმნეს ისეთი აუზები, რომელიც არის მოცულობით გაცილებით პატარა და აღარ საჭიროებს რაღაც კონკრეტული ფორმების მიღებას. შესაბამისად შიდაწვისწრავიანი ავტომობილები როგორიც არის და როგორი საწვავის აუზებიც აქვს, მსგავს ტექნოლოგიას მიაგნეს და ისინი აცხადებენ, რომ წყალბადის ესე ვთქვათ აქვს მომავალი ავტომობილების წარმოებაში და ეს არ იქნება მხოლოდ ჰიბრიდები და ელექტროავტომობილები. შეგვეძლება რომ წყალბადზე მომუშავე ავტომობილებითაც ვიმოძრავოთ. თუმცა ამ ეტაპისთვის წყალბადის მოპოვება საკმაოდ ძვირიჯდება და ამიტომ ჯერჯერობით ვიტყვი რომ მომავალი არ გააჩნია წყალბადზე მომუშავე ავტომობილს. თუმცა Toyota არ ნებდება და ყოველ წელს განაგრძობს ამ ავტომობილების დახვეწას და ტექნოლოგიების დახვეწას. ნახოთ რას მიაღწევს Toyota, რადგან Toyota როგორც ვიცით ერთ-ერთი კი არა და ერთადერთი ბრენდია და გაცილებით დიდი ავტოწარმოება აქვს ვიდრე სხვა ბრენდებს და თითქმის ყოველთვის პირველი იყო ავტოინდუსტრიაში და არ ვიცი, ნახოთ რას მოახერხებს Toyota, თუმცა თანამედროვე ბაზარზე, როცა უკვე ჩინელები ასე ავიწროებენ ევროპელებს და ამერიკელებს და თავისი ჰიბრიდებით ელექტრომანქანებით, Toyota წყალბადით უტევს და რამდენად გამოუვა ეს შეტევა უკვე ეს გამოჩნდება მომავალში. მოკლედ დავალოდოთ რას მოახერხებს Toyota.